ეს არის 37 დღე, რაც საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის წინ იკრიბებიან და საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი მოთხოვნები არის უცვლელი, ეს გახლავთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლება, რომლებიც საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დააკავეს. უკვე თვეზე მეტი არის, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან საქართველოს პარლამენტის წინ, ისინი მართავენ აქციებს უწყვეტად, როგორც დღისით თუ ღამით, მოგეხსენებათ, რომ საპროტესტო აქციები იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზეც და მათ შორის ეს იყო დღის აქციებიც და როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის იქიდან გამომდინარე, რომ ხვდებიან, რომ ერთი თვის განმავლობაში შეძლეს უწყვეტად აქციების მოწყობა, ახლა მათთვის სირთულეს არაფერი წარმოადგენს. ახლა გაჩვენებთ იმას, თუ რა მდგომარეობა არის ახლა საქართველოს პარლამენტის წინ. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტთან გზა რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი, სატრანსპორტო მოძრაობა არის სრულიად შეჩერებული და ხალხის ნაკადი სულ უფრო და უფრო იზრდება და ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ამ ერთი თვის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერად გრძნობენ თავს და თვლიან იმას, რომ თუ შეძლეს, რომ ერთი თვის განმავლობაში მოსულიყვნენ საქართველოს პარლამენტის წინ და გაემართათ საპროტესტო აქცია, შეძლებენ კვლავ გააგრძელონ ასე და გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წინ და გადაკეტონ რუსთაველის გამზირი, მანამ სანამ არ იქნება მათი მთავარი მიზანი მიღწეული. ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი 31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე. აქ მართლაც რომ დაუწყარი შეხვედრა შედგა, ხალხმა გადაკეტა, ორად გაყო რუსთაველის გამზირის სუფრით და ისინი ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ საახალწლო კერძებით. მართლაც რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო საპროტესტო ღამეს, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ და ასევე ბევრი ხალხი გამოვიდა მაგალითად გუშინ, როდესაც როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი გაერთიანდნენ ბედობისთვის და თქვეს, რომ სწორედ ბედობას იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი იყვნენ და დაბედებოდათ ეს სიძლიერე და შეუპოვრობა, რომელიც მათ გამოავლინეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ჩვენთან ერთად იმყოფება გამომცემლობა ინტელექტის ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია, რომელსაც გავესაუბრებით ახლა. გამარჯობა, მოგესალმებით ბატონო ზვიად, რომ შევაჯამოთ გასული წელი და ასევე რომ თქვათ, ერთ თვეზე მეტი არის გასული, რაც საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს პარლამენტთან და რომ თქვათ, თქვენი აზრით, რას მიაღწია ქართველმა ხალხმა ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში? მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს, ულოცავ ჩვენს ტელემაყურებელს, უსურვებ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანი და რთული წელი იყო. ერთი მხრივ ეს წელი გამოდგა ლუსტრაციის წელი, სწორედ ამას მივახციეთ ჩვენ აქ დგომით, რომ მთლიანად გამოჩნდა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების სახე, რომელიც მას აქვს მინიჭებული პუტინის რუსეთისგან, რადგანაც ასრულებს მის დავალებას, არის მისი სატელიტი და ახორციელებს იმპერიულ მიზნებს საქართველოში, რომ საბოლოოდ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც არჩეული ქონდა ევროპული კურსი, საბოლოოდ ამ ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ ჩამოკიდოს რუსულ ორბიტაზე. სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით დღეს და უკვე 37 დღეა ჩვენ ვეწინააღმდეგებით მშვიდობიანად და ეს მშვიდობიანი პროტესტი უფრო და უფრო განაიარაღებს ხელისუფლებას, რადგანაც ჩვენ ვხედავთ მათ უტიფარ გადაწყვეტილებებს, ცინიკურ გადაწყვეტილებებს. სულ ცოტა ხნის წინ, თუ არ ვცდები, გუშინ ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ საქართველოს ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური პარლამენტის წევრებს 2.5-ჯერ გაუზარდა ხელფასი და მათი ანაზღაურება უკვე 11,000 და მეტია, მაშინ როდესაც მხოლოდ 35 ლარით გაიზარდა პენსიონრის ყოველთვიური პენსია. ეს ვფიქრობ დაცინვა ხალხის და დაცინვა ამ პროტესტისაც. მაგრამ ყოველდღიურად ჩვენ უფრო და უფრო მეტი მოკავშირე გვყავს საერთაშორისო ასპარეზზე და უფრო მეტი ადამიანი გამოდის, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს პროტესტი ყოვლის მომცველი გახდა და როგორც აქ, ასევე სოციალურ ქსელში ვხედავთ, რომ უსამართლობაზე
მძიმე სოციალურ ფონზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. ჩვენ საკუთარ თავში აღმოვაჩინეთ ძალა იმისი, რომ ეს პროტესტი ხანგრძლივი და ხანგრძლივ დისტანციაზე გავიდეს, იმიტომ რომ იქამდე იყო შემთხვევები, რა თქმა უნდა, ძალიან მძაფრი და შთამბეჭდავი პროტესტები, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მე ვფიქრობ, ის მოთხოვნები პოლიტიკურიც და სოციალურიც, რაც ჩვენ ქართულ ხალხს გვაქვს, იმსახურებს იმას, რისთვისაც ვიბრძვით. პირველი ის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და მეორე გათავისუფლდნენ უკანონო დაკავებული პატიმრები. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გასამართლდნენ ის ადამიანები, ვინც ეს უკანონო პატიმრობა, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო. ცხადია, ამ ყველაფრის დროც მოვა. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა ინტელექტის ხელმძღვანელი და ასევე საპროტესტო აქციებს მართავდნენ საქართველოს პარლამენტთან სტუდენტები, რომლებიც ყოველდღიურად მართავდნენ მარშებს და მსვლელობით მოემართებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან საქართველოს პარლამენტის წინ და ისინი აცხადებდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ სტუდენტებმა აიმაღლონ ხმა მათი თვით უსამართლობის წინააღმდეგ და რადგან ისინი წარმოადგენენ ახალ თაობას და მნიშვნელოვანი არის, რომ ახალმა თაობამ შექმნას ისეთი ქვეყანა, როგორში ცხოვრებაც სურს და ჩვენ გავესაუბრებით ერთ-ერთ სტუდენტს გიორგი ანდრონიკაშვილს, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილე არის ყოველდღიურად ბოლო ერთი თვის განმავლობაში. საღამომშვიდობის გიორგი, მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, რომ გვითხრათ რას მიაღწია ქართულმა ხალხმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და თქვენ პირადად რა გაძლევთ იმის ძალას, რომ აი 37 დღე არის საქართველოს პარლამენტის წინ ყოველდღიურად გამოხვიდეთ და გააპროტესტოთ და მოითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და ასევე დაკავებულთა გათავისუფლება. მე მგონია რომ ეს არის პროცესი, ზუსტად ვანგარ ვარ და არ ვიცი ზუსტად რამდენი ხანი დასჭირდება, შეიძლება იყოს რამდენიმე კვირა, შეიძლება იყოს რამდენიმე თვე, მაგრამ მე მგონია რომ გარდამტეხი რაც იყო უკვე მოხდა, ამიტომ მე მაქვს რწმენა რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე მაგის გარეშეც ვიდგებოდი და როცა არ მქონდა ეს წენა ბოლომდე მაინც ვიდექი, მაგრამ ახლა მგონია რომ ისეთი გარდამტეხი მოვლენები მოხდა, იმდენად ყველა სფეროში და ისეთ შრეებში საზოგადოების არის უკვე უკმაყოფილება, ბრაზი და რწმენა რომ ამ სისტემა დაიშალოს და ქართულ ოცნებას არასწორ მიმართულებით მიიყავს ქვეყანა, რომ მე მგონია რომ გარდაუვალი არის შესაბამისად, აი ჩვენ რო ყოველდღე აქ ვდგავართ, ყოველდღე გამოდივართ, ეს არის ამის ერთი ნაწილი და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდე რა ძალიან ხალხმრავალი აქციებიც იქნება მრავალფეროვანი პროტესტის, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. და რომ გითხრა თვითონ სტუდენტების როლი რამდენად მნიშვნელოვანი არის საპროტესტო აქციებში, რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ თვითონ სტუდენტებმა აიმაღლონ ხმა და ყოველდღიურად აი ამ ახალმა თაობამ გამართოს აქციები საქართველოს პარლამენტთან. სტუდენტები და ზოგადად ახალგაზრდები არიან თაობა თავარი განსხვავება არის, რომ ეს არ არის საბჭოთა თაობა, მათ არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში, მათ სხვა ცნობიერება აქვთ, არიან უკვე ინტერნეტის თაობა, რაღაც იციან პირველ რიგში ინგლისური და არა რუსული, ან სხვა ხალხი არის და მე მგონია რომ ჩვენ ბუნებრივადაც უნდა შევიდეთ იმ ციკლში, სადაც თაობა უნდა გამოიცვალოს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული ყველანაირი ელიტა და მე მგონია ჩვენ ვისაც არ უნდა შეხედავ, როცა მსახიობებს შეხედავ თუ რაც აქტივისტებს შეხედავ, ეს კონტრასტი კარგად ჩანს 20 წლის და 50 წლის ადამიანის შორის დაკნინების გარეშე ადამიანებს, მაგრამ სხვა ხალხი არის უბრალოდ და მე მგონია რომ გარდამტეხი არის ამ ადამიანების აქტიურობა, ვინც უნდა 5-10-15 წელს უნდა გადაიბაროს ეს ქვეყანა და წინ წაიყვანოს, რომ ისინი ახლა კარგად გამოჩნდნენ, გამოიკვეთონ და მათ შორის გამოცდილება დააგროვონ. და 2025 წელს რას უსურვებდით ქვეყანას და ქართულ ხალხს? მე უსურვებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ძალიან თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება და გადავდგათ გარდამტეხი ნაბიჯი, რაც ნახტომი, რომ 2030 წელს უკვე შევიდეთ ევროკავშირში და გავხდეთ მართლა განვითარებული, მდიდარი და მოწესრიგებული ქვეყანა.
ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო სტუდენტი გიორგი ანდრონიკაშვილი, რომელიც ყოველდღიურად იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში ბოლო 1 თვის განმავლობაში და ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ასევე გაიმართა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა შედგა. ეს იყო ერთობის ჯაჭვი, როდესაც გადაიკეტა თბილისის ყველა ხიდი და საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა და დადგა ერთიანობის ჯაჭვისთვის. სწორედ მაშინ ამ ერთობის ჯაჭვს შეუერთა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და ის აცხადებდა, რომ ქართველი ხალხის გვერდით უნდა ყოფილიყო სწორედ ამ პერიოდში და ამავდროულად აცხადებდნენ, ამავდროულად იყო საკმაოდ ბევრი სხვა საპროტესტო აქცია ყოველდღიურად საქართველოს პარლამენტის წინ და ასევე იმართებოდა აქციები, საპროტესტო აქციები იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც საჯარო სამსახურებიდან მათი თქმით პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და როგორც აქციის მონაწილეები აქ მდგომი, აქ შეკრებილი ხალხი აცხადებს, ახლა არის უმნიშვნელოვანესი ეს ერთიანობა, ისეთი ერთიანობა, როგორიც ჰქონდათ მათ ბოლო 1 თვის განმავლობაში, როგორიც იყო 31 დეკემბერს საპროტესტო ღამეს, როგორც ისინი უწოდებდნენ ამ აქციებს და აცხადებენ იმას, რომ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ახლა გვერდში დაუდგნენ დაკავებულებს, რომლებიც საპროტესტო აქციის დროს დააკავეს სამართალდამცველებმა, მოითხოვონ მათი გათავისუფლება და არ დაივიწყონ ისინი, რადგან ისინი, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, სწორედ თავისუფლების ბრძოლისთვის დააკავეს და იმყოფებიან ახლა სასჯელახსრულების დაწესებულებაში და ასევე ქართველი ხალხი და აქ შეკრებილი საზოგადოება, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, აცხადებენ იმას, რომ აუცილებლად გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს და იქამდე, სანამ არ იქნება მთავარი მიზანი მიღწეული.